ეს რომ მოვისმინე, ყვებოდა თურმე სოლონი. გაოგნებული დავრჩი, გულმხურვალედ შევევედრე ქურუმებს. ათენის ამძველი მოქალაქეების ამბავი დაწვრილებით და დალაგებით მოეთხროთ ჩემთვის. ქურუმს უთქვამს, არ დაგზარდები, ყველაფერს გიამბობ სოლონ. შენი პატივისცემისა და თქვენი ქალაქის უწინარეს ყოვლისა კი იმ ქალღმერთის იგულისხმება ათენა იგივე ნეითი გულისთვის, რომელსაც წილად ხვდა და რომელმაც აღზარდა და გაანათლა როგორც შენი, ისე ეს ჩვენი ქალაქიც. მაგრამ გიასა და ჰეფესტოსაგან რომ მიიღო თქვენი თესლი, იგულისხმებიან ძველი ატიკელები, რომელთა მეფე ერეხთონიოსი ჩაისახა ჰეფესტოს თესლისაგან, რომელიც მაშინ დაეცა გეას, დედამიწას, როცა ჰეფესტო უშედეგო ცდილობდა ათენას დაუფლებას. მან ჩვენს ქალაქზე მთელი 1000 წლეულით უფრო ადრე დააარსა თქვენი ათენი, ხოლო ჩვენი სამოქალაქო ცხოვრების სიძველე წმინდა წერილის თანახმად 8000 წლით განისაზღვრება. ასე რომ ეგ შენი წინაპრები, რომელთა დიდებული კანონებისა და დიადი ღვაწლის შესახებ მოკლედ უნდა მოგითხოვ ახლა 9000 წლის წინათ ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მოცალეობის ჟამს ჩვენ ავიღებთ წმინდა წერილს და უფრო გულდასმით და თანმიმდევრულად მოვიძიებთ ყოველს. შენი წინაპრების კანონები შეგიძლია აქაური კანონების მიხედვით წარმოიდგინო. ბევრ რასმეს, რაც უწინ თქვენს ქალაქში არსებობდა, ამჯერად ჩვენში შეხვდები. უწინარეს ყოვლისა ქურუმთა წოდებას, ყველა დანარჩენისაგან განკერძოებულს, შემდეგ ხელოსანთა წოდებას, რომლის ყოველი წევრი თავის საკუთარ ხელობას მისდევს და სხვის საქმეში არ ერევა და ბოლოს მეჯოგეების, მონადირეებისა და მიწის მუშაკთა წოდებას. თუმცა მეომართა წოდებაც, როგორც შენ ალბათ შენიშნე, განკერძოებულია დანარჩენთაგან და მის წევრებს კანონი უწესებს, არაფერზე არ იზრუნონ გარდა ომისა. ამას დაუმატე ისიც, რომ ჩვენი მეომრები ფარებითა და შუბებით არიან აღჭურვილნი. ამნაირი აღჭურვილობა, რომელიც თვით ქალღმერთმა მოუვლინა ორივე ქალაქს, ჩვენ პირველებმა დავნერგეთ მთელს აზიაში, ისევე როგორც თქვენ ევროპაში. რაც შეეხება გონებრივ წრთნას, ხომ ხედავ რანაირ მზრუნველობას იჩენს ამ საქმის მიმართ ჩვენი კანონი, რომელიც გვიწესებს ვიკვლევდეთ კოსმოსს და ღვთაებრივ მეცნიერებათაგან გადმოგვყავდეს ადამიანური ცოდნა, მისნობისა თუ სამედიცინო ხელოვნების ჩათვლით, რომლის დანიშნულებაცაა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისევე როგორც ცოდნის ყველა სხვა დარგი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილს უკავშირდება. მაგრამ მთელი ეს მწყობრი წესრიგი ქალღმერთმა კიდევ უფრო ადრე დააფუძნა თქვენს ქალაქში. დაწყებით კი იმით დაიწყო, რომ თქვენს გასაჩენად და სამშობლოდ ამოირჩია ისეთი ადგილი, სადაც კეთილად შეზავებული ჰავის წყალობით შესაძლებელი იქნებოდა მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე გონიერ ხალხად შობილიყავით. ომისა და სიბრძნის მოყვარე ქალღმერთმა შეარჩია და საცხოვრისად დასახა სწორედ ის მხარე, რომელსაც უნდა ეშვა ხალხი ყველაზე მეტად რომ ემგვანებოდა მას და აი თქვენ დამკვიდრდით იქ. დიდებულ კანონთა მფლობელნი, რომლებიც მაშინ კიდევ უფრო სრულყოფილნი იყვნენ და ყველა ხალხზე ყველანაირი სიქველით აღმატებულნი, როგორც შეშვენის ღმერთების ნაშიერთა და აღზრდილთ.
მრავალრიცხოვანი და დიადნი არიან ისინი. თქვენი ქალაქის საგმირო საქმენი ისინი აქ გვაქვს ჩაწერილი და დღემდე ჩვენს აღტაცებას იწვევენ. მაგრამ მათ შორის ერთი ყველას აღემატება სიდიადითა და სიქველით. მართლაც ჩვენი წინაპრები გვაუწყებენ, რომ როგორ მოუღო ოდესღაც ბოლო თქვენმა ქალაქმა მრისხანე და თავგასულ სამხედრო ძალას მთელი აზიისა და ევროპის დასაპყრობად რომ შემოიჭრა ატლანტიკის ზღვიდან. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ ზღვის გადალახვა, რადგან ჯერ კიდევ არსებობდა კუნძული იმ სრუტის გადაღმა თქვენს ენაზე ჰერაკლეს სვეტებად რომ იწოდება. იგულისხმება ჰიბრალტარის სრუტე. ეს კუნძული უფრო დიდი იყო ვიდრე ლიბია. ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები აფრიკას და აზია ერთად. მაშინდელ მოგზაურებს ადვილად შეეძლო ამ კუნძულიდან გადასულიყვნენ სხვა კუნძულებზე, იქიდან კი პირდაპირ მდებარე მთელ ხმელეთზე, რომელიც მოიცავდა იმ ზღვას, მართლაც რომ იმსახურებს თავის სახელს, ხმელთაშუა ზღვა, რადგან ზემოხსენებული სრუტის გამოღმა ეს ზღვა არსებითად სხვა არა არის რა თუ არა უბე, შიგ დატანებული ვიწრო გასასვლელით და მხოლოდ მის სრუტის მიღმურ ნაწილს თუ შეიძლება ეწოდოს ზღვა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. იგულისხმება ატლანტის ოკეანე, ისევე როგორც სრუტის აქეთა უბის მომცველ მიწას სავსებით სამართლიანად შეგვიძლია ხმელეთად ჩავთვალოთ. ხმელეთად ევროპა, აზია და აფრიკა იგულისხმება. აი სწორედ ამ კუნძულებზე, რომელსაც ატლანტიდა ერქვა, წარმოიშვა სამეფოთა დიადი და საოცრად მძლავრი კავშირი, რომლის ძალაუფლებაც ვრცელდებოდა მთელს კუნძულზე, ბევრ სხვა კუნძულსა და ხმელეთის ნაწილზეც. გარდა ამისა, სრუტის გადმოღმა მათ დაიპყრეს ლიბია, თვით ეგვიპტემდე და ევროპა, ვიდრე ტირენიამდე, აპენინის ნახევარკუნძულზე, შუა იტალიაში, ტირენიის ზღვის პირად მდებარე ოლქი ეტრურია. და აი ეს შეერთებული ძალა გადმოსროლილ იქნა, რათა ერთი დარტყმით დაემონებინა ჩვენი და თქვენი ქალაქი, ისევე როგორც სრუტის გადმოღმა მდებარე ყველა ქვეყანა. სწორედ მაშინ გამოვლინდა სოლონ ყველას წინაშე თქვენი ქალაქის გასაოცარი სიმამაცე და ძალმოსილება, აშკარად რომ აღემატა დანარჩენს სულის სიმტკიცეთა და საომარ საქმეში გაწაფულობით. ის თავდაპირველად სათავეში ჩაუდგა ელინებს, მაგრამ მოკავშირეთა გამცემლობის გამო იძულებულ შეიქმნა მარტო შეგებებოდა საშინელ განსაცდელს. მიუხედავად ამისა, მაინც ძლია მომხდურს და გამარჯვების მაუწყებელი ტროპაიონიც, ძეგლი, რომელსაც მტრისათვის წართმეულ საჭურველის დახვავებით ქმნიდნენ, აღმართა. ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ დაემონებინათ დამპყრობლებს, მონობისაგან დაიხსნა, ხოლო ჰერაკლეს სვეტებს გადმოღმა მცხოვრებ ყველა ხალხს უშურველად მიანიჭა თავისუფლება, მაგრამ მოგვიანებით დაიწყო არნახული მიწისძვრები და წარღვნა. ერთი საზარელი დღეღამის განმავლობაში მთელი თქვენი ლაშქარი კერდ გაპობილმა მიწამ შთანთქა, ზღვის უფსკულში დაინთქა და სამუდამოდ გაუჩინარდა ატლანტიდაც. მას აქეთ ზღვა ამ ადგილას თვით დღევანდელ დღემდე მიუდგომელია ხომალდებისათვის წყალმახრჩობისა და წარმოუდგენლად სქელი შლამის გამო, რომელიც ჩაძირულმა კუნძულმა დატოვა. ტიმეოსი არის პლატონის პირველი დიალოგი, რომელშიც ის ატლანტისზე ლაპარაკობს. ამასთან ბევრიც არის ნათქვამი და ცოტაც. ბევრი იმიტომ, რომ მანამდე უცნობ ამბებზე და უძველეს კულტურებზე ითქვა, მაგრამ
არც ისე დაწორილებით, რომ კითხვას სრული წარმოდგენა შექმნოდა ძველი ათენის პოლისისა და ატლანტისის შესახებ. ამიტომ თავისი სიცოცხლის ბოლოს პლატონმა დაწერა ტიმეოსის პირველი ნაწილის უშუალო გაგრძელება დიალოგი კრიტია, რომელშიაც ასეთ ამბებს ამოიკითხავთ. კრიტია უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ, რომ გადმოცემის თანახმად 9000 წლის წინათ ჰერაკლეს სვეტების გიბრალტარის სრუტე იქით მცხოვრებ ხალხსა და აქეთ მხარეს მკვიდრ ყველა დანარჩენ შორის იყო ომი. აი ამ ომის შესახებ მოგვიხდება თხრობა, გვეუწყება, რომ ეს უკანასკნელნი ჩვენი სახელმწიფოს მეთაურობით აწარმოებდნენ ომს, ხოლო პირველთა სათავეში კუნძულ ატლანტისის მეფენი იდგნენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ოდესღაც ეს სიდიდით ლიბიაზე და აზიაზე აღმატებული კუნძული იყო. შემდეგ კი ჩაიძირა და დღეისათვის იქცა გაუვალ შლამად და გზას უკეტავს ზღვაოსნებს, რომლებიც ჩვენგან ცდილობდნენ ღია ზღვაში გასვლას და ნაოსნობას შეუძლებელს ხდის. თანდათან დაწვრილებით გიამბობთ მრავალრიცხოვან ბარბაროსთა ტომებისა და იმ ბერძენი ხალხის თაობაზე, მაშინ რომ არსებობდნენ, მაგრამ აუცილებელია სულ თავიდან ვთქვათ ათენელთა და ამ ომში მათ მოწინააღმდეგეთა შესახებ. აღწეროთ ორივე მხარის ძალები და სახელმწიფო წყობილება. მივაგოთ ეს პატივი პირველად ათენელებს და მოვყვეთ მათ შესახებ. როგორც ცნობილია, დედამიწის ქვეყნები ღმერთებმა ერთმანეთს შორის კენჭისყრით მშვიდად უდავოდ გაინაწილეს, ხოლო არასწორი იქნება წარმოვიდგინოთ, თითქოს ღმერთებმა არ იციან რა შეეფერება თვითოეულ მათგანს, ან თითქოს მათ მიუხედავად იმისა, რომ იციან რომელიღაც საგანი სხვა უნდა ეკუთვნოდეს და შეუძლიათ წამოიწყონ კამათი ამ საგნის გამო. მას ასე მიიღეს რა კენჭისყრით სასურველი წილი, ღმერთთაგან თითოეული დამკვიდრდა თავის ქვეყანაში და მაშინვე შეუდგნენ თავიანთ მონაპოვართა და გაზრდილთა ჩვენს მოვლას ისე, როგორც თავიანთ სამწყსოს უვლია მწყემსები. ოღონდ თუ ეს უკანასკნელნი ფიზიკური ძალადობით ზემოქმედებენ სხეულზე და მათრახის საშუალებით მწყემსავენ საქონელს, ღმერთებმა აირჩიეს ასე ვთქვათ მესაჭის ადგილი, საიდანაც ყველაზე მოხერხებულია წარმართო მორჩილი ცოცხალი არსებანი და მოქმედებდნენ დარწმუნებით თითქოს სულის საჭით, როგორც მათ თავიანთი ჩანაფიქრი კარნახობდა, ასე მართავდნენ ისინი მოკვდავთა მთელ მოდგმას. სხვა ღმერთებმა წილისყრით სხვა ქვეყნები მიიღეს და დაიწყეს მათი მოწყობა, მაგრამ ჰეფესტომ და ათენამ, როგორც ერთი მამის შვილებმა, ერთი ბუნებისანი რომ იყვნენ და ერთნაირად უყვარდათ სიბრძნე და მხატვრობა, შესაბამისად მიიღეს კიდეც ერთი წილი ჩვენი ქვეყანა, იგულისხმება საბერძნეთის პროვინცია ატიკა, რომელიც თავისი თვისებებით ხელს უწყობდა სათნოებისა და გონიერების გამოზრდას. დაასახლეს ის მიწის მიერ ნაშობი კეთილშობილი კაცებით და შთააგონეს სახელმწიფოს მოწყობის ცნება. ამათმა პირველ მოსახლე კეთილშობილი კაცების სახელებმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ საქმენი დავიწყებას მიეცა და დიდი დროის გავლისა და იმ უბედურებათა გამო, რომელთაც გაანადგურეს მათი შთამომავლობა. განსაცდელს, როგორც უკვე ითქვა, გადაურჩნენ მხოლოდ უწიგნური მთიელები, რომელთაც გაგონილი ჰქონდათ მხოლოდ ქვეყნის მბრძანებელთა სახელები და კიდევ რაღაც მათ საქმეთა შესახებ. წინაპართა გმირობა და კანონები მათთვის უცნობი იყო. ზოგი რამ ყურმოკრულად იცოდნენ და მხოლოდ სამახსოვრო სახელებს არქმევდნენ
ახალდაბადებულ ბავშვებს. ამავდროულად ისინი და მათი შთამომავლების მრავალი თაობა განიცდიდნენ ყველაზე აუცილებლის უქონლობით გამოწვეულ გაჭირვებას. მხოლოდ ამ გასაჭირზე ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ. წინაპრები და ძველი დროის საქმეები კი ავიწყდებოდათ. მითების შეთხზვა და ძველ მოვლენათა ძიება ხომ დაიწყო ქალაქებში მოცალეობასთან ერთად, როცა აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები ფლობდნენ ცხოვრებისათვის საჭირო მზამზარეულ საშუალებებს და არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე. ამიტომაა, რომ ჩვენამდე მოაღწია წინაპართა სახელებმა და არა მათმა საქმეებმა და მტკიცებულებად შემიძლია მოვიტანო კეკროპის, ერეხთევსის, ერისიხთონის სახელები, კიდევ ბევრ სხვათა. გადმოცემით თეზევსის წინამორბედები რომ იყვნენ და შესაბამისად სოლონის დარწმუნებით ქალთა სახელებიც, რომლებიც გაუმხილეს მას ქურუმებმა მაშინდელ ომზე, ომი ათენელებსა და ატლანტისელებს შორის, რომ მოუთხრობდნენ, აკი ჩვენი ქალღმერთის შესახედაობა და გამოსახულებაც აიხსნება ამით, რომ იმ დროს სამხედრო საქმეს კაცებიცა და ქალებიც ერთნაირად მისდევდნენ და ამ კანონის თანახმად მაშინდელმა ადამიანებმა შექმნეს ჯავშან მოსილი ქალღმერთის ქანდაკება. ეს ყველაფერი ნათელყოფს, რომ ერთ საზოგადოებაში შემავალ დედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანებს შეუძლიათ ერთად ივარჯიშონ ერთი ან მეორე სქესისათვის დამახასიათებელ სათნოებაში. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა წოდების მოქალაქეებიც სახლობდნენ, ხელოსნებითა და მიწათმოქმედებით დაკავებულნი, მაგრამ ღვთაებრივ კაცთა სამხედრო წოდება თავიდანვე გამოირჩა. ისინი ცალკე ცხოვრობდნენ. ამ ფენის წარმომადგენლები იღებდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იყო არსებობისა და აღზრდისათვის, მაგრამ პირად საკუთრებაში არავის არაფერი გააჩნდა. ყველაფერს ყველა საერთოდ თვლიდა. ამასთან მათთვის წარმოუდგენელი იყო დანარჩენი მოქალაქეებისაგან აეღოთ რაიმე საჭიროზე მეტი. ისინი ასრულებდნენ ყველა იმ მოვალეობას, რომელსაც შევეხეთ ჩვენ გუშინ, ცველთა სავარაუდო წოდების შესახებ რომ ლაპარაკობდით, ხოლო თავად ჩვენი ქვეყნის თაობაზე მიმდინარეობდა სარწმუნო და მართალი თხრობა, რისგანაც უპირველეს ყოვლისა აშკარა გახდა, რომ მისი საზღვრები იმ დროს აღწევდა ისთმოსამდე, გეოგრაფიული ადგილი კორინთოს ყელთან, ხოლო მატერიკის გასწვრივ კითერონისა და პარნეთის მწვერვალებამდე შემდეგ ზღვისკენ ეშვებოდა. მის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა ოროპიუსი, მარცხენა მხარეს კი ასონი. პირველი ადგილია, მეორე კი მდინარეა ატიკაში. ნაყოფიერებით იქაური მიწები აღემატებოდა ნებისმიერ სხვას, რისი წყალობითაც ქვეყანას საშუალება ჰქონდა შეენახა სამიწათმოქმედო საქმიანობისაგან განთავისუფლებული მრავალრიცხოვანი არმია და ამის საფუძვლიანი უდაო დადასტურებაა ის, რომ ამ მიწის დღევანდელი ნარჩენებიც კი სხვაზე არანაკლებ მდიდარია სხვადასხვა ნაყოფით და კვებავს ყოველგვარ ცხოველს. ძველად კი ეს ყველაფერი ამ მიწაზე უხვად და საუკეთესოდ იზრდებოდა. მაგრამ როგორ დავrწმუნდეთ იმაში და რატომაა სწორი ახლანდელ ქვეყანას ძველის ნარჩენს რომ უწოდებენ. მთელი მისი ტერიტორია მატერიკიდან შორს ზღვაში როგორც კონცხი გაჭიმულია და ჩაძირულია უფსკრულის ღრმა ჭურჭელში, იმდენად, რამდენადაც 9000 წლის მანძილზე მოხდა ბევრი დიდი წყალდიდობა და აგერ ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ დღევანდელ დღემდე. მსგავსი უბედურების დროს სიმაღლეებიდან წყლის მიერ ჩამორეცხილ მიწას არ ხვდებოდა რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, როგორც სხვა ადგილებში. ყოველ მხრივ ირეცხებოდა ტალღებით და შემდეგ უფსკრულში ინთქმებოდა.
და აი როგორც ეს ემართება მცირე კუნძულებს, ძველ მდგომარეობასთან შედარებით დარჩა მხოლოდ ავადმყოფობით გამოფიტული სხეულის ჩონჩხი. როცა რბილი და ნოყიერი მიწა სულ ჩარეცხილი აღმოჩნდა და მხოლოდ ჩონჩხია ჩვენს წინაშე, მაგრამ იმ დროს ჯერ კიდევ ხელუხლებელ, უვნებელ მხარეს გაშლილი იყო მაღალი ბორცვებიანი მთები და დაბლობები, რომლებსაც დღეს ქვიანს უწოდებენ. მაშინ კი ველზე რბილი ნიადაგი და მთებში ხშირი ტყე იყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება ახლაც შეიძლება ვიპოვოთ. ჩვენს მთებს შორის ისეთებიც არის, რომლებიც ახლა მხოლოდ ფუტკრებს თუ გამოზრდიან. არადა არც ისე დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ მთელი იყო იმ მთებში მოჭრილი სასახურავე ხისგან დამზადებული ყველაზე დიდი ნაგებობების სახურავები. ბევრი იყო ადამიანის მიერ მოშენებული მაღალი ხეებიც, საქონლისთვის კი გაშლილი იყო უხვი საძოვრები, რამე თუ წყლები, რომელსაც ზევსი ყოველ წელს გვიგზავნის, ზევსი ყველაფერთან ერთად წვიმის ღმერთიც იყო, შიშველი მიწიდან, ზღვაში კი არ იკარგებოდა როგორც ახლა, არამედ ბარაქიანად შეიწოვებოდა ნიადაგში, ზემოდან ჩამოჟონავდა მიწაში არსებულ სიცარიელეში, გროვდებოდა თიხის სათავსოებში და ამიტომ ყველგან უხვად ჩქეფდა. ნაკადულებისა და მდინარეების სათავეები, ადრინდელი წყაროების დღემდე არსებული საღვთო ნარჩენები იმის დადასტურებაა, რომ ამ ქვეყნის შესახებ ჩვენი ახლანდელი მონათხრობი სიმართლეა. ბუნებრივად ასეთი იყო მთელი ჩვენი მხარე და ისე ამუშავებდნენ, როგორც მოსალოდნელია ჭეშმარიტ, თავისი საქმის მცოდნე, შვენიერების ერთგულ და უნარიან მიწადმოქმედთაგან. როცა მათ მიცემულ აქვთ საკუთარი მიწა, უხვი სარწყავი წყალი და ზომიერი კლიმატი. დედაქალაქი კი მაშინ ასე იყო აგებული. უპირველეს ყოვლისა, აკროპოლისის მდებარეობა იყო სრულიად განსხვავებული ვიდრე ახლაა. ამჟამად მისი ბორცვი გაშიშვლებულია, მისგან მიწა ერთდღამეში რაღაც უჩვეულოდ ჩამორეცხა წყალმა. ეს მოხდა მაშინ, როცა მიწის ძვრასთან ერთად დაიწყო წარმოუდგენელი წარღვნა, რიცხვით მესამე დევკალიონის უბედურებამდე. მაგრამ წარსულში აკროპოლისი გადაჭიმული იყო ერიდანამდე და ილისამდე. მოიცავდა პიკნისის საპირისპირო მხარეს კი ლიკაბეტის მთამდე აღწევდა. ამასთან მთლიანად მიწით იყო დაფარული, ზემოდან კი რამდენიმე ადგილის გარდა ბრტყელ სივრცეს წარმოადგენდა. მის მიღმა ბორცვის კალთებზე სახლობდნენ ხელოსნები და მიწათმოქმედნი, რომელთა მიწის ნაკვეთებიც ახლოს ჰქონდათ. მაგრამ ზემოთ განცალკევებით ათენასა და ჰეფესტოს საკურთხევლის გარშემო თითქოს კეტავენო ერთი ოჯახის კუთვნილ ბაღს, ერთი ზღუდის მიღმა ცხოვრობდა მეომართა განკერძოებული წოდება. ბორცვის ჩრდილოეთ მხარეს მეომრებს ჰქონდათ საერთო საცხოვრებელი, ზამთრის ტრაპეზისათვის განკუთვნილი შენობა და საერთოდ ყველაფერი ის, რაც საჭიროა საოჯახო მეურნეობისათვის და წმინდა საგნები, რაც შესაფერისად ითვლება, გააჩნდეს მეომარს საზოგადოებრივი მმართველობის მქონე სახელმწიფოში, გარდა ოქროსა და ვერცხლისა. არც ერთსა და არც მეორეს ისინი არანაირი სახით არ იყენებდნენ, მაგრამ იცავდნენ შვალეთს სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის. მოკრძალებულად ჰქონდათ მოწყობილი თავიანთი სადგომი, რომელშიც სიბერემდე ცხოვრობდნენ თვითონ ისინი და შთამომავლები მათი შთამომავლებისა. მარადიულად გადასცემდნენ სახლს უცვლელად თავიანთ-თავე მემკვიდრეებს. ბორცვის სამხრეთ მხარეს მათ გამოუყვეს ბაღებისათვის და გიმნასიებისათვის და ერთობლივი ტრაპეზისათვის და შესაბამისადაც იყენებდნენ.
წყარო ერთი იყო დღევანდელი აკროპოლის ადგილას. ის ახლა განადგურებულია მიწის ზვრისაგან და მისგან მხოლოდ პატარა მრგვალი წყაროები დარჩა. მაგრამ იმ დროს ის ხალხს უხვად აწვდიდა კარგ სასმელ წყალს როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ასე მკვიდრობდნენ აქ ისინი, თანა მოქალაქეთა გუშაგნი და ბელადნი, ყველა დანარჩენი ელინისა ამ უკანასკნელთა კეთილინებით. ისინი ყველაზე მეტად ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ სამარადისოდ შეენარჩუნებინათ ერთი და იგივე რაოდენობა მამაკაცებისა და ქალებისა, რომელთაც საჭირო დროს იარაღის აღება შეძლებოდათ სახელდობრო 20,000-მდე. ისინი ასეთები იყვნენ და ამგვარად სამართლიანად მართავდნენ თავიანთ ქვეყანას და ელადას. მთელ ევროპასა და აზიაში არ იყო სხეულის სილამაზითა და სულის მრავალმხრივი სათნოებით უფრო ცნობილი და სახელგანთქმული ხალხი. ახლა ვილაპარაკოთ მათი მოწინააღმდეგეებისა და იმის შესახებ, თავიდან როგორ მიდიოდა ამ უკანასკნელთა საქმე. ვნახოთ, ხომ არ მოვასწარით დაგვევიწყებინა ის, რაც ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიგონეთ და მეგობრებისათვის ყველაფერი რომ საერთო იყოს, ჩვენი ცოდნა თქვენს წინაშე წარმოვაჩინოთ. მაგრამ ჩვენს მონათხრობს წინ უნდა წარვუმძღვანოთ კიდევ ერთი მოკლე განმარტება, რადგან თქვენ რომ არ გაგიკვირდეთ, როცა ბარბაროსებთან მიმართებით ხშირად გაიგონებთ ელინურ სახელებს და ამას ისეთი მიზეზი აქვს. სოლონს როგორც კი აზრად მოუვიდა თავის პოემაში გამოეყენებინა ეს თხრობა, სიასელი ქურუმების მიერ მოთხრობილი ამბავი ატლანტისელთა და ბერძენთა ომის შესახებ, მან ცნობის მოყვარეობა გამოამჟღავნა სახელთა მნიშვნელობის მიმართ და პასუხად მოისმინა, რომ ეგვიპტელები იწერდნენ რამ ხალხის წინაპრების სახელებს, თავიანთ ენაზე თარგმნიდნენ მათ. ამიტომ თავად სოლონი არ ყვევდა სახელთა მნიშვნელობას და იწერდა მათ უკვე ჩვენს ენაზე. ეს ჩანაწერები ინახებოდა ჩემს პაპასთან, უფროსი კრიტია და აქამდე ჩემთან არის. მე ისინი ჯერ კიდევ ბავშვობაში გულმოდგინედ წავიკითხე. ამიტომ როცა თქვენ ჩემგან ჩვენის მსგავს სახელებს გაიგებთ და ამაში თქვენთვის უცნაური ნურაფერი იქნება. თქვენ იცით რაშია საქმე. თავად თხრობას რაც შეეხება, ის იწყებოდა დაახლოებით ასე. ადრე თქმული შესაბამისად, ღმერთებმა მთელი დედამიწა კენჭისყრით გაინაწილეს სამფლობელოებად. ზოგს ბევრი ერგო, სხვას ნაკლები და თავთავიანთ საკურთხევლები და სხერყლშეწირვა დააფუძნეს. ასე პოსეიდონმაც ზღვის მპყრობელი, კრონოსისა და რეას ვაჟი, ზევსის ძმა, მიიღო სამკვიდროდ კუნძული ატლანტისი. დაასახლა მოკვდავი ქალისაგან შეძენილი თავისი შვილებით ქალაქი, სავარაუდოდ აი ასეთ ადგილას, ნაპირებიდან თანაბარ მანძილზე. მთელი კუნძულის შვაგულში იყო დაბლობი და თუ დაუჯერებთ გადმოცემას, სხვა დაბლობებზე ლამაზი და ნაყოფიერი. და კიდევ ამ დაბლობების შვაგულში სავარაუდოდ მისი კიდეებიდან 50 სტადიონზე. სტადიონი უდრის 193 მეტრს. იდგა მთა, არც ერთი მხრიდან მაღალი არ იყო. ამ მთაზე ცხოვრობდა მიწის მიერ ამ ქვეყანაზე სულ თავიდან მოვლენილი ერთი მამაკაცთაგანი სახელად ევერონი. მასთან ერთად მისი ცოლი ლევკიპა. მიწის მიერ შობილი ამ წყვილის გაჩენის ამბავი გარკვეული თვალსაზრისით პრომეთეს ძე დეკალიონისა და პირას მიერ მიწაში დათესლილი ქვებისაგან წარმოშობილი ხალხის მიც უკავშირდება.
მათ ერთადერთ ასულს კლეიტო ერქვა. როცა გოგონამ საქორწილო ასაკს მიაღწია, მისი დედმამა გარდაიცვალა. პოსეიდონი სურვილით აღგზნებული მასთან შეერთდა. ბორცვი, რომელზედაც კლეიტო ცხოვრობდა, პოსეიდონმა გაამაგრა. გამოხო კუნძულისაგან წრიულად შემოვლებული ერთმანეთის მონაცვლე სხვადასხვა სიდიდის წყლისა და მიწის წრეებით. მიწისა იყო 2, წყლისა 3, რომლებიც გამოყვანილია კუნძულის ცენტრიდან თანაბარ მანძილზე, ისე თითქოს ფარგლით შემოუხაზავთო. ეს წინაღობები ადამიანისათვის გადაულახავი იყო, რადგან გემები და ნაოსნობა მაშინ არ არსებობდა. შუაში მდებარე კუნძული კი პოსეიდონმა დიდი ძალისხმევის გარეშე, როგორც ღმერთს ეკადრება, კეთილმოაწყო, მიწიდან გადმოადინა 2 წყარო, ერთი თბილი, მეორე კი ცივი და მიწა აიძულა, მიეცა მრავალფეროვანი და სიცოცხლისათვის საკმარისი საზრდო. 5ჯერ მოავლინა ქვეყანაზე ტყუპი ვაჟი. პოსეიდონმა გამოზარდა ისინი და მთელი კუნძული ატლანტისი დაჰყო 10 ნაწილად. ამადგან უფროსი წყვილიდან პირველად დაბადებულს მისცა დედის სახლი და მიმდებარე სამფლობელოები. როგორც ყველაზე დიდი და საუკეთესო წილი და დაადგინა ის დანარჩენთა მეფედ. ხოლო სხვები არქტონებად და თითოეული მათგანი მრავალრიცხოვანი ხალხისა და ვრცელი ქვეყნის მფლობელი და გამგებელი გახადა. სახელები კი ყველას აი როგორი დაარქვა. უფროსსა და მეფეს ის სახელი, რომელიც ჰქვია კუნძულსა და ზღვას, ატლანტის ზღვად რომ იწოდება. რამე თუ მისი სახელი, რომელიც პირველმა მიიღო სამეფო, იყო ატლანტი. ამ ატლანტის, ანუ პოსეიდონის და კლეოტის შვილის გარდა, ვის შესახებაც პლატონი წერს, ბერძნული მითოლოგიიდან კიდევ ვიცნობთ ტიტან ატლანტს, პრომეთეს ძმას, ჰესპერიდების მამას. უკიდურეს დასავლეთში ცის თაღი რომ ეჭირა მხრებით. მის შემდეგ დაბადებულ ტყუპის ცალს, რომელმაც სამკვიდროდ ჰერაკლეს სვეტების მხარეს გადირიტების დღევანდელ ქვეყნამდე გადაჭიმული კუნძულის განაპირა მიწები მიიღო, ამ ადგილის სახელწოდების მიხედვით მიენიჭა სახელი, რომელიც ელინურად შეიძლება გადმოვცეთ როგორც ევმელე, ნახირით მდიდარი, ხოლო ადგილობრივ ენაზე როგორც გადირი. მეორე ტყუპიდან მან ერთს დაარქვა ამფერი, მრგვალი, მეორეს კი ევემონომი, ფიცხი. მესამედან უფროს მნესეი, მოაზროვნე, უმცროს კი ავტოქტონი, მიწის მიერ შობილი. მეოთხედან უფროს ელასიპე, მხედარი და უმცროს მნესტორი, სასოება და ბოლოს მეხუთე ტყუპიდან უფროს დაარქვა სახელი აზაესი, მხურვალე, უკანასკნელს დიაპრეპი, სახელოვანი და ყველა ისინი და მათი შთამომავლები მრავალი თაობის მანძილზე ცხოვრობდნენ იქ, ბატონობდნენ ამ ზღვის სხვა მრავალ კუნძულზე და გარდა ამისა, როგორც ადრე უკვე ითქვა, განავრცეს თავიანთი ძალაუფლება ჰერაკლეს სვეტებს აქეთ ეგვიპტესა და ტირენიამდე. ატლანტისგან წარმოიშვა მრავალრიცხოვანი და პატივცემული მოდგმა, რომელშიაც უხუცესი ყოველთვის მეფე იყო და გადასცემდა თავის წოდებას უფროს შვილს. თაობიდან თაობამდე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას გვარში და დააგროვეს ისეთი სიმდიდრე, როგორიც არ ჰქონია არასოდეს არც ერთ სამეფო დინასტიას ძველად და საეჭვოა რომ იქნებ კიდევ ვინმეს ოდესმე, რადგან მათ განკარგულებაში იყო ყველაფერი, რაც მზადდებოდა როგორც ქალაქში, ისე მთელს ქვეყანაში. მათთან შემოჰქონდათ ბევრი რამ ქვეშევრდომი ქვეყნებიდან, მაგრამ ცხოვრებისათვის საჭირო თავად კუნძული იძლეოდა. აქ მოიპოვებოდა უპირველეს ყოვლისა ყველა სახის წიაღისეული, მაგარი და დნობადი ლითონების საბადოები,
და მათ შორის ის, რაც დღეს ცნობილია მხოლოდ სახელწოდებით. მაშინ კი ნამდვილად არსებობდა თვითნაბადი ორი ხლაკოსი. როგორც მეცნიერები თვლიან, ეს არის ყვითელი სპილენძი, რომელიც კუნძულის სხვადასხვა ადგილას მიწის წიაღიდან მოიპოვებოდა. ტყე უხვად იძლეოდა ყველაფერს, რაც ჭირდებოდა მშენებლობას, აგრეთვე შინაური და გარეული ცხოველების გამოკვებას. კუნძულზე სპილოებიც კი დიდი რაოდენობით გამრავლდნენ, რადგან საკმაო საკვები იყო არა მარტო ყველა დანარჩენი ცხოველისათვის, ჭაობებში, ტბებში, მდინარეებში, მთებსა და დაბლობებში რომ ბინადრობდნენ, არამედ ნადირთაგან ყველაზე დიდი და სუნაგი სპილოებისთვისაც კი. შემდეგ ყველაფერი კეთილსურნელოვანი, რასაც მიწა ასაზრდოებს, იქნება ეს ფესვებში, ბალახში, მერქანში, წვეთავ ფისში, ყვავილებში ან ნაყოფში. ყველაფერ ამას ის აღმოაცენებდა და ჩინებულადაც ზრდიდა. ამასთან ადამიანების მიერ მოვლილი ყოველი ნაყოფი და მარცვლეული, რომელსაც ჩვენ საკვებად ვიყენებთ ან რომლისგანაც პურს ვამზადებთ და სხვადასხვაგვარი ბოსტნეული, აგრეთვე საჭმლის, სასმელის ან ნელსაცხებელის მომტანი ყოველგვარი ხე, თითოეული ხის სასუსნავი ნაყოფი, რომელიც არ შეინახება და გართობისთვისაა გამოსადეგი, რომელსაც ვთავაზობთ საუზმედ კარგად დანაყრებულს. ყველაფერი ამას მაშინდელი საღვთო კუნძული მზის ზემოქმედების შედეგად აღმოაცენებდა მშვენიერს, გასაოცარს, უხვად.